გამარჯობა, თქვენ უყურებთ ვიდეო ციკლს მათემატიკა ფიზიკისთვის. ამ სერიებში ვსაუბრობთ იმ მათემატიკურ უნარებზე, რომლებიც საჭიროა ფიზიკის ამოცანების გასაგებად და გადასაჭრელად. ხშირად მოსწავლეებს არა ფიზიკის ფორმულა, არამედ მათემატიკური აზროვნების ფიზიკაში გადატანა უჭირთ. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ფორმულის ზეპირად ცოდნა არაა საკმარისი. საჭიროა მისი სწორად წაკითხვა, გააზრება და გამოყენება. აი სწორედ ამ გამოყენებას ჩვენ განვიხილავთ აი ამ ერთი ამოცანის საფუძველზე. ამოცანის პირობა ასეთია: ავტომობილმა გზაზე სავალი დროის 3/5 იარა 20 წამის სიჩქარით, რა სიჩქარით უნდა იაროს ავტომობილმა დანარჩენი დრო, რომ საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე აღმოჩნდეს 16 მეტრი წამი. დავიწყოთ მოცემულობის ჩაწერით, ხომ სავალი დრო გვაქვს და სავალი დროის 3/5, ესე იგი თავდაპირველი პირველი დრო, T1 დრო, რომელიც ამ ავტომობილმა იმოძრავა 20 წამის სიჩქარით, არის 3/5 მთელი დრო აღნიშნოთ T100. 3/5 T. დარჩენილი დრო, რა თქმა უნდა, იქნება ეს T2 2/5 T, ხო? პირველი სიჩქარე V1, რომელიც მანამ 3/5 T დროის განმავლობაში მოძრავა არის 20 მეტრი წამი და მეორე სიჩქარე არ ვიცით. მეორე სიჩქარე არის სწორედ ის, რაც უნდა გავიგოთ. V2 არის კითხვის ნიშანი. მაგრამ სამაგეროდ ვიცით საშუალო სიჩქარე, V საშუალო ეს ცნობილია. V საშუალო არის 16 მეტრი წამი. ჩავწეროთ საშუალო სიჩქარის ფორმულა. ეს ფორმულა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და საკმაოდ მარტივი ფორმულაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ისეთი ფორმულაა, რომელიც თითქმის 100% ყველა მიცის, ყველა მოსწავლემ. ეს საშუალო ტოლი S მთელი გავლილი მანძილი შეფარდებული დროსთან. S ტესტთან. მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს დროის ორი შუალედი, T1 და T2, რომელთა ჯამი, რა თქმა უნდა, იგივე T არის, ხო? ამიტომ აქ ამის ჩაწერა არ გვინდა. ისე T დავტოვოთ, იმიტომ 3/5 T-ს რომ 2/5 T მივუმატოთ 1 T-ა ისე. მაგრამ აი ეს გზა კი გამოვსახოთ, დავშალოთ ორ უბნად, S1 + S2 შეფარდებული ტესტთან. აი ესე წარმოვადგინოთ ეს ფორმულა. ეხლა გამოვსახოთ S1 და S2. ეს პირველი ტოლია. V პირველი და გავამრავლოთ T პირველზე. აი აქედან იწყება უკვე მათემატიკა. ესე იგი, უნდა ჩავსვათ პირველ რიგში ამ ფორმულაში შესაბამისი სიდიდეები. V პირველი არის 20 მეტრი წამი. V1-ის ნაცვლად ჩავწეროთ 20. T პირველი არის 3/5 T. უნდა გავამრავლოთ ეს 20 3/5 T-ზე. ეხლა გავამარტივოთ აი ეს მიღებული გამოსახულება. ესე იგი 20 გავამრავლოთ 3/5-ზე. შეგიძლიათ 20 5-ზე გაყოთ 4-ა და 4 × 3 12. ანუ 20 პირდაპირ გავამრავლოთ 3-ზე. ესე იგი მთელი რომ წილადზე გაამრავლოთ, ეს მთელი მრიცხოველზე უნდა გაამრავლოთ. ეს არის 60 და შემდეგ გავყოთ 5-ზე, არის 12. 12 T. ეს პირველი არის 12 T. ეხლა გამოსახოთ ეს მეორე. ეს მეორეში ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები. V2 ჩვენ არ ვიცით წერთ ამ V2-ს, მაგრამ V2 უნდა გავამრავლოთ 2/5 T-ზე. 2/5 T. აი ეს უნდა ჩავწეროთ ახლა მიღებული მრავალწევრი მათემატიკაში ამას მრავალწევრს ვუძახით, სტანდარტული სახით უნდა ჩავწეროთ. რა ეს 2/5 არის იგივე 0.5. ესე იგი უნდა შევძლოთ რომ წილადი გარდაქმნათ 10 წილადად. 2/5 არის 0.4 და კოეფიციენტს როგორც წესი წინ უწერენ ხოლმე ამას, ხო? 0.4 და გავამრავლოთ V2 T. ეს არის V2 T. ასეთ სახით ჩავწეროთ ეს მეორე. და ჩავსვათ აი ეს მიღებული მნიშვნელობები აი ზემოთ ფორმულაში და საშუალო სიჩქარის მნიშვნელობა ჩავსვათ ასევე. ესე იგი აი ეს ფორმულაში უკვე აი ამ ფორმულაში უკვე შევიტანოთ რიცხვები. ესე იგი V საშუალოს ნაცვლად შეგვიძლია ჩავწეროთ 16, ეს უდრის
ეს პირველი არის 12t და მივუმატოთ ამას 0.4 გავამრავლოთ v2t-ზე. შეფარდებული ეს ყველაფერი ტესტთან. ეხლა უნდა გარდაუქმნათ აი რიცხველიდან, აი საერთო მომრავლი არის t, ხო? და ეს t შეგვიძლია გავიტანოთ ჭხილებს გარეთ. საერთო არის t და ამ ქვედა ტესტთან შევკვეცოთ. ეხლა ესე იგი აი t გაგვაქვს ჭხილებს გარეთ. აქ რჩება 12 პლუს 0.4 v2 და შეფარდებული ტესტთან. თქმა უნდა ეს ორივე t შეიკვეცება და დაგრჩება რომ ესე იგი აქ დავწერთ ახლა უკვე 12 პლუს 0.4 v2 უდრის 16-ს. ეს არის ჩვეულებრივი ერთუცნობიანი განტოლება, აი 12 პლუს 0.4x უდრის 16-ს რო იყოს ახლა x-ი რო ეწეროს v2-ის ნაცვლად, ხო? v2 უცნობია და აქედან უცნობი უნდა ვიპოვოთ. განტოლებას როგორ ხსნით? აქეთა მხარეს, აი მარცხენა მხარეს უნდა დავტოვოთ მარტო v2. ნუ დავიწყოთ თანდათან, აქ მარცხენა მხარეს გამოვაკლოთ 12, ხო? და ამიტომ მარჯვენა მხარესაც უნდა გამოვაკლოთ 12, რომ ეს ტოლობა არ დაირღვეს, ხო? აი 12 და 12 აქ შეიკვეცება, დაგრჩება 0.4 v2 და ეს უდრის 4-ს. ამჯერად აქეთა მხარე მარცხენას და მარჯვენა მხარეს ერთი და იგივე რიცხვს შეგვიძლია გავყოთ, ეს რო გავყოთ 0.4 v2-ზე, 0.4-ზე. 0.4 და 0.4 შეიკვეცება და დაგრჩება v2, მაგრამ მარჯვენა მხარეც უნდა გავყოთ 0.4-ზე, რა თქმა უნდა, და 4 რო გავყოთ 0.4-ზე, 4 შეფარდებული 0.4-თან ან გავყოთ 0.4-ზე, ეს არის ძიმე 1-ზე უნდა გადაიტანოთ, აქეთ 4-ია, ხო? და ამას კიდე 4-ს, ამ 4-ს კიდე დაემატება 1 0, 40 უნდა გავყოთ 4-ზე. და მიიღებთ 10 მეტრი წამი. ესე იგი 10 და საბოლოოდ უნდა დაუწეროთ ეს ერთეული თავისი სიჩქარის 10 მეტრი წამი. ესე იგი გზის მეორე უბანზე ამან უნდა იმოძრაოს 10 მეტრი წამის სიჩქარით, რომ საშუალო სიჩქარე გამოვიდეს 16 მეტრი წამი. წარმატებებს გისურვებთ.